ყველა ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო დგამს, მიმართულია ერთი მიზნისკენ. ჩვენს თანამემამულეებს შეუნარჩუნოთ ქართული იდენტობა და მაკავშირებელი ძაფები. თქვენ სადაც მოღვაწეობთ, ცხოვრობთ იმ ქვეყნებში, წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ახართ ელჩები, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. Მათ ქონა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ცხოვრების სათანადო პირობები და ღირსეული სამსახური უნდა დავახვედროთ. ჩვენი დიასპორელების წარმატებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ განათლება, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს მოქალაქე, ამაყი ვარ თქვენი ამ მიღწევებით. სახელმწიფო ზრუნავს თქვენზე. სახელმწიფო აქცენტირებულია, რომ თქვენ მშვიდობიან საქართველოში დაგაბრუნოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი მყოფობის ადგილი, უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი და სრულიად საქართველო. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი